გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო. საქართველოს წინ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მდგომარეობაში იმყოფება. დამოუკიდებლობის გზაზე დამდგარ ქვეყანას გარეგანი ძალების შემოტევისაგან მოგიერებაში მყოფს ყველაზე საშინელი მტერი გამოჩნდა თავისივე შვილების სახით, რომლებიც არავის არაფერს აგებდნენ ირანულის გარდა და ერთ ხელის მოსმით ცდილობენ სიმდიდრის მოხვეჭას თანამოძმეთა უბედურების ხარჯზე. ვაგრახო 200 წლის მანძილზე რამდენი ბალღამი დაგვირგვებია, რომელიც წალებით ემუქრება როგორღაც გადარჩენილთვის შობის წირთხლის ქვეყანას. კაინის მოდმა დათარეშობს ჩვენს მრავალდაჯურ ქვეყანაში, სადაც დასახლდა ქართველთა ტომები, შექმნა ყოფადი მსოფლიო მნიშვნელობის კულტურა და ამ ტერიტორიიდან მრავალი გაჭირვების მიუხედავად არცაც ასულა უკეთესი საძებნელა. დღეს საქართველოს ეკონომიკური გაჭირვებაა. თავს აქვს ტრიალებში მშეიდა სიღატაკე, მაგრამ ხალხი უფრო მეტად იმით არის შეშფოთებული, რომ არ ცხრება დამნაშავეთა სამყარო. ეკონომიკაში ხელსაფათურებს მაფია, ხალხი ამას თავის თავზე განიცდის, ნერვიულობს, ეძებს გამოსავალს. მათთვის კი არავის იცის. პატიოსანიშნელი ადამიანები, გლეხები, მუშები, ინჟინრები, მწერლები, ჟურნალისტები, მსახიობები, პედაგოგები, ინტელიგენცია, ვისთვისაც ვამაყობთ და ვამაყობთ, აღმოჩნდნენ გარიყულები. წარმომადგენლობამ ყველა საზღვარს გადააცილა. ასეთ ვითარებაში სახელმწიფოს მართო ძალზე გაჭირდა. დემოკრატია თითქმის ანარქიაში გადაიზარდა. ნედლეულისა და ენერგომატარებლების უქონლობა მოშალა სახალხო მეურნეობა. ამას უფრო დიდი მტერი გამოუჩნდა ხალხის თავშეყრილობა, სახელმწიფო დაწესებულებების ზარცვა განადგურება. ზოგიერთი წარმოების ხელმძღვანელმა შეამცირა შტატები, უმუშავრად დატოვეს ათასობით ადამიანი. ნაცვლად იმისა გაჭირვების ჟამს გამოეჩინათ ვაჟკაცობა, შეენარჩუნებინა წარმოება და რაც თავარია კადრები, ეზონათ შრომით კოლექტივზე, მათ ეს არ გააკეთეს და დადეს საქართველოში 100,000-ობით უმუშავარი. ვინ არის მათი გამკითხარი? დღეს ერთადერთი ძალა ვისაც შეუძლია გამოიყვანოს საქართველოს ამ კრიზისიდან, მოძრაობა დემოკრატიულ საქართველოს მიაჩნია სახელმწიფოს მეთაური ედვარდ შევარდნაძე და პარლამენტში არსებული უმრავლესობა, რომელიც ხალხის გულის ტკივილს გამოხატავს. სახალხო მოძრაობა დემოკრატიული საქართველო მზად არის მხარი დაუჭიროს სახელმწიფოს მეთაურს ქვეყნის საგანგებო მდგომარეობაში ჩასაყენებლად, დადგეს მის გვერდით და მასთან ერთად იბრძოლოს წესრიგის დასამყარებლად. ხალხი ბრძენია, ხალხი ყველაფერს მიხვდა იმას თუ ვინ ეწეოდა და ეწევა სპეკულაციას ეროვნული მოძრაობის სახელით, აცხადებდა მონოპოლიოს ამოძრაობაზე. დღეს საქართველოს გადარჩენის უმწვავესი პრობლემა. ჩვენ პატრიონად ვცეთ სხვადასხვა მოსაზრებებს, მაგრამ სიბრმავე და სიმონჯა ასეთ ვითარებაში კარგს არაფერს მოგვიტანს. თუ ჩვენ არ დავდგებით იმათ გვერდით, ის მსხვერპლობასაც ჩვენი შინაგანი ძალა ეხმაურება. ხალხის სახელით ლაპარაკი მხოლოდ იმას შეუძლია, ვისაც ესმის ხალხის, ვინც ხალხის გულის ტკივილს გაიზიარებს. ხალხი ძლიერია, მას შეუძლია გაუსწორდეს მაფიასაც, ბანდიტიზმსაც, ტერორიზმსაც, რადგან ხალხის რისხვაზე დიდი რისხვა არ არსებობს. დღეს ამ მდგომარეობაშიც არის რესპუბლიკა, ასეთივე მდგომარეობაშია ჩვენი რაიონიც. მდგომარეობის რადიკალურად გარდასაქმნელად მოვუწოდებ ყველას, რათა გვერდში დაუდგეთ სახელმწიფოს მეთაურს და იმ ადამიანებს, ვინც მზად არის ირადი ბედნიერება ანაწილოს საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებს. ამასთან მოვეთხოვთ, რომ სახელმწიფოს მეთაურმა უფრო რადიკალური ზომები განახორციელოს საქართველოში წესრიგისა და კანონიერების აღსადგენად. ამასვე მოვეთხოვთ რაიონული ხელმძღვანელობისაგან. სახელმწიფოს მეთაურს ამ ბრძოლაში ყველა უნდა ამოუდგეთ გვერდში, მიუხედავად ეროვნებისა და რელიგიური მრწამსისა, ვისაც უყვარს საქართველო, როგორც დედა სამშობლო. როგორც ცნობილია, საქართველოს შეიქმნა სახალხო მოძრაობა დემოკრატიული საქართველო, რომლის მიზანია ამოუდგეს მხარში რესპუბლიკის ხელმძღვანელობას, რათა დამყარდეს ქვეყანაში წესრიგი. ქარელის რაიონში შექმნილია ამ მოძრაობის საინიციატივო ჯგუფი, ვისაც სურს ამ მოძრაობაში მონაწილეობის მიღება, გთხოვთ მოგბრძანდეთ ქალაქ ქარელში, გაზეთ სამრეკლოს რედაქციის შენობაში. მადლობთ ყურადღებისათვის.